სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის, რომ მშვიდობით ჩაიარა. მე კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი საკითხავი, რომელთა მიმართ ეპისტოლედან ამოვიკითხოთ და ერთად განვიხილოთ, რა გითხრა მოციქულმა პავლემ. ადამიანურად გეტყვითო, კაცობრივ ვიტყვიო. ვითარცა იგი წარუდგინენით ასონი ეგემ თქვენი მონება და არაწმინდებასა. ეგრეცაა წარუდგინენით ასონი ეგე თქვენი მონებად სიმართლესა სიწმინდეთ. ახლა ჩვენ ეს მოვისმინეთ წირვის დროს, მაგრამ შეიძლება ან ვერც მოვისმინეთ თუ უყურადღებოთ ვიყავით და შეიძლება მოვისმინეთ, მაგრამ არც ვერც მოაღწია ჩვენამდე ამ სათქმელმა იმდენად, რამდენადაც ესე რომ ჩაუღმავდეთ უფრო მეტი სიცხადე შევიტანოთ. ესე იგი, როგორცა ან ადამიანებს მიმართავს, რომლებიც წარმართობიდან მოიქცნენ ქრისტიანობაზე, რომაელები არიან. და როგორცა თქვენი სხეულის ასოებიო, ცოდვას წარუდგინეთ, ანუ ცოდვას ამსახურეთო, ესე რომ თქვა, და მრავალი ცოდვა ჩაიდინეთ თქვენი სხეულითო. ეხლაო იგივე სხეულის ნაწილებიო, უნდა სიმართლეს და სიწმინდეს ამსახუროთ. რამე თუ ოდეს იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. რაი უკვე ნაყოფი გაქონდა მაშინ, რომლისათვისაც ეგერა გწვენისო. ანუ როდესაც თქვენი სხეულის ნაწილებიო ცოდვის მონა იყო, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ, რომლისთვისაც ახლა გწვენიათ. და აი ჩვენც რო დავფიქრდეთ, ახლა ჩვენ რომაელები არა ვართ, მაგრამ ხო ვიყავით იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ არც კი ვცდილობდით ეკლესიურად გვეცხოვრა და ვინ იცის ჩვენმა სულმა თუ ჩვენმა სხეულმა რამდენი ცოდვა ჩაიდინა, რამდენი ცოდვას იყო დამონებული და რა იყო ჩვენი ნაყოფი, რა ნაყოფი მოგვიტანა იმან, რომ ჩვენ ამა თუ იმ ცოდვას ჩავდიოდით. რა არის ნაყოფი? აი ბოლოში იტყვის ნაყოფი რა არის. უბრალოდ მე ხა კითხვის ნიშანს ვსვავ და არ გავაგზავნე. რა იყო ჩვენი ნაყოფი? რისთვისაც ახლა გწვენია. ახლა ჩვენ რო გავიხსენოთ სიტყვაზე ახლა მეტნაკლებობი თავისთავად ცხადია. რასაც ჩვენ ჩავდიოდით. ახლა განა არ ჩავდიოთ, უცოდველები კი არა ვართ, მაგრამ ახლა მაინც როდესაც ადამიანი ღვთის სიტყვას ეზიარება, იცის რომ ეს უკვე არ შეიძლება და სინდის უმძიმებს. და იმის გამო, რაც დღეს სინდის უმძიმებს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება ამოყობდა კიდეც ადამიანი, რომ ამას და ამას ჩადიოდა. მაგრამ ახლა ვერ გაიხსენებს, ვერ ამას სირცხვილის გამო, არ გაიხსენებს. რამე თუ აღსასრული მათი სიკვდილი არის, აი რა არის მათი ნაყოფი. იმ ცოდების ნაყოფი ეგ არის, სიკვდილია ცოდის ნაყოფი. როდესაც მაცხოვარი მივიდა გალილეის მხარეში, იქ წერია სახარებაში ასეთი სიტყვები, რომ ერიო, რომელიც ბნელში იჯდაო, ნათელი ამოუბრწყინდაო, ან მაცხოვრის მისვლით, რომელიც იყვნენ ქვეში აჩრდილთა სიკვდილისათა, ანუ სიკვდილის აჩრდილის ქვეშ იყვნენ. ახლა რა არის სიკვდილის აჩრდილი? ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერ ნივთს თავისი ჩრდილი აქვს და სიკვდილის აჩრდილი რა არის? ეს არის ცოდვა. ეს ჩრდილი ხო გვეუბნება, რომ რაღაცა არის იმის უკან და ეს ცოდვაც გვეუბნება, რომ ამის უკან არის სიკვდილი. არა მარტო სულიერი სიკვდილი, არამედ ხორციელიც მათ შორის. იმიტომ რომ სიკვდილის თანამდებია ყველა ის განსასწრელი, ყველა ის ტკივილი. ახლა ადამიანი იკითხავს რა,
ეკლესიურად რომ ცხოვრობდეს, სიწმინდით ცხოვრობდეს, განსასწრებელი არ ექნება ადამიანს. თავისთავად ცხადია, განსასწრებელი ექნება. ის კი არა პირდაპირ ამბობს ძელი აღთქმის სიბრძნე, რომ შვილო თუ უფალს მოუხედი სამსახურად, განსასწრებისთვის გაამზადე თავი. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, აი ვერც ერთ წმინდანს ვერ ვნახავთ ჩვენ, რომ განსასწრების გარეშე გამოიარა და თავად წმინდათა შორის ყველაზე აღმატებული. ის ვინც არც კი შეიძლება შეადაროს წმინდანებს, ყველა წმინდა ღვთისმშობელი და მან გამოიარა განსასწრების გარეშე. თავისი ძე, რომელიც იხილა ჯვარცმული, როგორი განსასწრელი იქნებოდა, ხო? ვერც კი წარმოსადგენათაც ხო ურთულესია და შეუძლებელია ჩვენს მიერ. აი ამისი გააზრება, რომ მან თავისი შვილი ჯვარცმული იხილა. მაგრამ ერთია განსასწრები, რომელიც ღვთის ერთგულებით მოდის და მეორეა განსასწრები, რომელიც ჩვენი წოდების გამო მოდის. ერთია, როდესაც მამა თუ დედა შრომობს იმისათვის, რომ ამითი იცის, რომ შვილებს ანუგეშებს და აი ამ შრომაშიც უკვე სიხარულია, იმიტომ რომ ამ შრომის ნაყოფი შვილების გახარებაა. მაგრამ მეორეა შრომა, რომელსაც მოგიზია და ამას შედეგი არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ შენ სასჯელს დაემქვემდებარე და უნდა იშრომო იმისათვის უბრალოდ, რომ შენი დანაშაული გამოისყიდო. აი ეს ორი სხვადასხვა რამე. როდესაც ადამიანი ღვთისმოშიშებით ცხოვრობს, მასაც აქვს განსასწრელი, მაგრამ ერთია მდგომარეობა მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკისა და მეორეა მდგომარეობა მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკისა, ორივე ჯვარცმულია. მაგრამ ერთი საცხოვნებლად ითმეს და მეორეს მოთმინებას მეორე არც ითმეს, მაგრამ რომ არ ითმეს, მაგითი მისი განსასწრელი არ ჩერდება. კი არ წყდება, ჯვრიდან კი არ გადმოხსნიან იმის გამო, რომ არ ითმეს და წუწუნებს და დრტვინავს, ვაცხوارს განიკითხავს. არ წყდება ამითი განსასწრელი. პირიქით უფრო მძიმდება და გაუსაძლისი ხდება და ამ ყველაფერთან ერთად არაფერი შედეგის მომტანი. წამწმედელი. არა მარტო ხორციელად ორივე ავაზაკი გარდაიცვალა, არამედ სულიერადაც. აი ამაშია ზუსტად, რომ ზოგი განსასწრელი ჩვენ ვითმენთ, მაგრამ ამითი ჩვენ ცხონების გზაზე მივდივართ. მაგრამ ზოგი განსასწრელს რომც არ მოითმინა, ის მაინც შედეგს არ მოგიტანს, არ გაჩერდება, არ შეწყდება. და ხოლო არც განთავისუფლებულ ხარ ცოდისაგან და დამონებულ ღმერთსა. ახლა ჩვენ მოვედით, ღმერთმა მოგვიწოდა, მოგვიყვანა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავთავისუფლდეთ იმ ცოდებისაგან და ღმერთს დავემონოთ, ღმერთს მევსახუროთ, ღვთის შვილები ვიყოთ, როგორც სხვაგან ამბობს სახარებაში. და გაქვთ ნაყოფი თქვენი. და რა არის ნაყოფი? ამ წუთის სოფელში სიწმინდე და აღსასრულსა ცხოვრება საუკუნე. ანუ აქვე წმინდა ცხოვრება და შემდგომ კიდე მარადიული სიცოცხლე, მარადიული ნეტარება ღმერთთან ერთად. აი ეს იქნება შედეგი იმ ცხოვრებისა, რასაც დღეს ეკლესიური ადამიანი ცდილობს. ეს იქნება ამ ყველაფრის შედეგი. რამე თუ საგზალი ცოდვისა სიკვდილი არის, ცოდვის საგზალი არის სიკვდილი. ხოლო ნიჭი ღვთისა ცხოვრება საუკუნო ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. ხოლო ღვთისმადლით ადამიანი მარადიულ ცხოვრებას მიემთხვევა ქრისტე იესოს მიერ და მასთან ერთად მარადიული სიხარული ექნება. და ჩვენ მადლიერება გვმართებს ღვთისადმი, რომ ღმერთმა მოგვიყვანა. ზოგჯერ რჩება მე პირადად შეიძლება ვწდები ახლა, მაგრამ ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი რომ მოდის და აი ახსარებას ამბობს და ეზიარება, შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მღვდელი მადლიერი უნდა იყოს, რომ მან ეს გააკეთა. რომ მან ახსარება თქვა, რომ ეზიარა. და ესე იგი ჩვენ ან უნდა შევაქოთ, ან მადლობა უნდა და რისთვის? პირიქით, ჩვენ რომ ეს გესმოდეს რეალურად რაც არის,
1000 მადლობა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ღირსი გავხადა ღმერთმა ზიარებისა, რომ შესაძლებლობა მოგცა მოგვიყვანა თავის მაცხონებელ წიაღში, ეკლესიაში მოგვიყვანა და გვაქვს შესაძლებლობა აქ დარჩენის. თუ ჩვენი ამპარტავნებით და ჩვენი ურჩობით თავად არ ვუღალატეთ საკუთარ თავს და თავად არ გავიყვანეთ აქედან. იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ მამა ჩემიო, ყველაზე დიდიაო და მისი ხელიდანო ვერავინ ვერ გაგიტაცებს. შეიძლება რომ ღვთის ხელიდან, მოგვიყვანა ღმერთმა თავის წიაღში და აქედან ეშმაკმა შეძლოს რომ გაგიტაცოს, ვერ შეძლებს. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ აქედან გაგიყვარს, ეს არის საკუთარი თავის ღალატი. ანუ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ. თუ ადამიანი თუ გადაწყვეტს, თქვით, რომ მე ღმერთთან ერთად მინდა, ღვთის ერთგულება მინდა, აქედან მას ვერანაირი ძალა ვერ გაიყვანს. როგორი სუსტიც არ უნდა ვიყოთ, როგორი უძლური, ცოდვებში ჩაფლული, მაგრამ გვინდოდეს, რომ ღმერთთან ვიყოთ, შეუძლებელია აქედან რაიმე ძალა, ეგეთი ძალა არ არსებობს, ეგ თქვა უფალმა. მაგრამ თუ ჩვენ აქედან მივდივართ, ეს იმის ბრალი კი არა, რომ ვიღაცამ იბრძოლა ჩვენთვის და წაგვიყვანა. კი, მან იბრძოლა, იმიტომ რომ მას თავისი საქმეა. მოციქული პეტრე ამბობს, რომ ეშმაკიო, როგორც ბრდღვინავი ლომი, ისე დადის და ეძებს თავის საკბილოს, ეძებს ადამიანს, რომ დაღუპოს, თანთქას, წარწმიდოს. რა თქმა უნდა, ეძებს და ეს მისი საქმეა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეხლა მაგალითად დატამზე რო გადის მოჭიდავ, რა სიტყვის, იმიტომ დავმარცხდი, რომ ის მეჭიდავებოდაო. სისულელი არ იქნება მაგის თქმა. მისი საქმე ეგაა, რომ მან უნდა წაგაქციოს. შენი იმიტომ წაიქეცი, რომ შენ ეთყობა რაღაცა დააკელი. ეს ისეთ ყოფით იმაში, ხა იქან ერთი წაიქცევა, ან მეორე, უბრალოდ მიზეზად ვერ იტყვი იმას, რომ ის მე რომ მეჭიდავებოდა, მაგიტომ წავიქეცი. და სულიერ ცხოვრებაშიც ვერ იტყვი, რომ ეშმაკი რომ მებრძოდა, ამიტომ მივატოვე ყველაფერი. ამიტომ კი არ მივატოვე, არამედ მე ავირჩიე და მაგიტომ მივატოვე. ისე რომ სხვას ვერავის ვერ დააბრალებ. ჩვენ რომ ღვთის წინაშე წავდგებით, ჩვენ არაერთხელ მოგვიყვანია მაგალითად სახარებისეული იგავი, როდესაც მაცხოვარი შეგვეკითხება ჩვენ და ეკითხებოდა იქ ქორწილში სამოსლის გარეშე შემოსულ ადამიანს, მოყვასო, როგორ შემოხვედი აქო, რომ საქორწინო სამოსელი არ გაციო. ჩვენ გვეკითხება უფალი, როგორ მოხვედი, როგორ ხარ ამდენი წელი აქ და სათნოებები არ გაგაჩნია. და ის კაცი ვერაფერს ვერ ამბობდა. დუმდა და რა უნდა ეთქვა? არაფერი არ ქონდა სათქმელი. იმიტომ რაც შეიძლებოდა რომ საბაბოთ მოიყვანა, რომ ეს რო ასე ყოფილიყო, ის რო ასე ყოფილიყო, მე ამას არ ვიზავდი. ჩვენ აღმოაჩენთ, რომ ის ზუსტად ისე იყო, ჩვენთვის რო უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ეს ჩვენ ავირჩიეთ ასე. ამიტომაც ჩვენ დგავართ არჩევანის წინაშე, რომ ჩვენი სხეულით და სული რას ვამსახუროთ, რას დავამონოთ. ცოდვას თუ სიწმინდეს. და საიდანაც გადადგავს ადამიანი ნაბიჯს, რასაც აირჩევს და რასაც ეძებს, საბოლოო ჯამში იმას იპოვის. იმიტომ რასაც უფლის სიტყვებია, ეძებეთ და იპოვით. თუ ადამიანი სულიერად ვერ ცხოვრობს, ესე იგი რისი ნიშანია ეგ? არ ეძებს. თორემ მაშინ ღმერთია მწვადი, რომელმაც გითხრა, რომ ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგიღებენ. და თუ არ გვაქვს, რატო არ გვაქვს? ესე იგი, ან არ ვითხოვთ, ან არ ვეძებთ, არ ვაკაკუნებთ ღვთის მოწყალების კარზე და იმიტომაც არ გვაქვს. თორე ვინც ეძებს და ვინც ითხოვს, მას კიდევაც აქვს. მე იმის თქმა მინდა საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ ვართ ამ არჩევანის წინაშე. ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალეთ. ის რო ისე მოიქცა, მე ამიტომ ვიქცევი ასე, ეგ ქრისტიანისთვის სრულიად უსაფუძვლო არგუმენტი. ჩვენი ქრისტიანობა არ არის დამოკიდებული იმაზე, სხვა როგორ მოიქცა.
ჩვენი ქრისტიანობა არის იმაზე, ჩვენ რა განწყობა გვაქვს და ჩვენ როგორ ვიქცევთ. ის რომ ცუდად მომექცა, მაგ შემთხვევაში არ ვაპატიო და მეც იგივე გავუკეთო. ეგ სულაც არ არის ჩემი ქრისტიანობა. აბა კარგად რომ მოქცეო და რაღა იქნებოდა საპატიებელი და შური რიღასთვის უნდა გეძია. აი ცუდად რო გექცევა და რო შეურაცხყოფს, რო გულს გტკენს თუ რო ღალატობს, მაშინ რო დარჩები შენ ქრისტიანად, აი ეგ არის ჩვენი არჩევა. ეგ არის ჩვენი საბრძოლველი. ღმერთმა დაალოცოს აი ჩვენი სტუმარი პატარები, რომლებიც ჩვენთან ჩამოვძადდნენ სტუდია იბერია, იბერია. ხელმძღვანელი არის ქალბატონი ეკატერინა. ხო სწორად ვამ. ღმერთმა დაგილოცოთ ეს პატარები და სამშობლოსთვის კიდევაც გემღეროთ, კიდევაც გეგალობოთ, ღმერთი გედიდებინოთ. როგორი ნათქვამია, ნახეთ, თუ გვერდზე მდგომი არ გიყვარსო, ვერ იმღერებო. თავარი ის კი არ არის, რომ მღერით. თავარი ის არის, რომ თქვენ ერთმანეთი გიყვარდეთ. თავარი ეგ არის, ყველაზე მთავარი ეგ არის, რა თქმა უნდა, მერე სიმღერაც კარგია და ყველაფერი. მაგრამ პირველი ეგ არის. აი პირველი საგალობელი რა არის ახალ აღთქმაში, სახარებაში რა არის პირველი საგალობელი? დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი ეს იყო, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს, წყემსებს რომ გამოუჩნდნენ და ახარეს მაცხოვრის შობა. ეს საგალობელი ძალიან დიდია და ჩვენ თუ დავაკვირდებით, აი ეს საგალობელი არის ზუსტად რაც პატრიარქმა გვითხრა ჩვენ სიტყვები, ღმერთი სამშობლო ადამიანი. იქაც ეს იყო დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ანუ იქაც ღმერთის დიდება, ქვეყანაზე, მაშინ ესე არის სამშობლოში მშვიდობა და ადამიანთა შორის სათნოება. აი ეს არის ყველაზე მთავარი. და იმისათვის რომ ადამიანმა სამშობლო შეიყვაროს, უნდა ჯერ ადამიანი შეიყვაროს. აბა ჩვენი სამშობლო ადამიანების ფასობს პირველ რიგში. მთა და ბარი და მინდორველები მარტო ჩვენთან არ არის, რა თქმა უნდა ჩვენთან დიდი სილამაზეა, მაგრამ არ არის მარტო ჩვენთან. ჩვენი ყველაზე მთავარი ღირსება ეს არის ადამიანი. იმიტომ რომ თუ ადამიანი არ იქნება, არც ამ მშვენიერების დამნახავი არ იქნება და არც ამის გამოუყენებელი. აქ მთავარი არის ადამიანი. და ადამიანის სიყვარულით არის შესაძლებელი სამშობლოს სიყვარულით და ღვთის დიდებაც. აქედან იწყება ყველაფერი. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი პატარები, რომლებიც დღეს ჩვენ ბანაკში მიჰყავს. დღევანდელი დღით იწყება ამ ზაფხულისთვის პირველი ბანაკი. მადლობა უფალს, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. ამ ბანაკში ბევრი კარგი რამ ითქმება ხოლმე, თავად ბავშვებისგანაც, იმ წიგნებით, რაც იქ აქვთ ხოლმე ბავშვებთან, რაღაცა სულიერი სარგებელი იქნება და კიდევ ის, რომ ეს ბავშვები იქ მეგობრდებიან და ერთმანეთს არის რაღაცა პერიოდი ბავშვის ცხოვრებაში, რომ ყველაზე მეტად ქარიშხლიანია და დამახასიათებელია ბევრი განსაცდელები. აი გულისხმობ შეიძლება მე-6, მე-7, მე-8, მე-9 კლასები, მე-10 აი მე-10 მერე უკვე ნელა ქარიშხალი ჩადგება ხოლმე. და მერე უფრო მშვიდია ყველაფერი და ისე რომ მე-7, მე-8 კლასში თუ კლასში ვიღაცას რაღაც სიამოვნება აქვს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. მერე ნელა ეს ყველაფერი ჩადგება და შეიძლება ყველაზე დიდი მეგობრები ისინი იყვნენ საბოლოო ჯამში. ამიტომ აი ეს ბანაკიც რაღაცა თავის საქმეს გააკეთებს, პატარა აგურს დადებს აი ამ ბავშვების ურთიერთობის შენებლობაში და საბოლოო ჯამში ბავშვების მეგობარი მაინც
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ტკბილია. წლებიც რო გავიდეს და მე შეხვდე ადამიანი, თითქოს იმ ბავშვობიდან გრძელდება ისე ურთიერთობები და ისეთი უშუალო გულწრფელი და თბილია და უღალატო და ამ საქმეშიც რაღაცა პატარა წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ ბანაკმა, ყველაფერ დანარჩენთან ერთად. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფთ.